2024 წელს პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ ინსტანციაში გამომართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი კერატიშვილის, ნინო ჩახნაშვილისა და ბესიკ ბუგიანაშვილის შემადგენლობით. პირველი ინსტანციის განაჩენში თამარ მჭედლიშვილმა შეაფასა, რამდენად იყო შესაძლებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო. მოსამართლემ მაშინ თქვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის მტკიცებულების სტანდარტი უნდა არსებობდეს და პოლიციელების ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება არ შეიძლებოდა. 15 აგვისტოს სხდომაზე მან თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში პროკურატურამ გაასაჩივრა. თედო აბრამოვი 2024 წლის 7 დეკემბერს საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააკავეს. ის რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მიდიოდა. აბრამოვმა წინასწარ პატიმრობაში 8 თვე გაატარა. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ აბრამოვს ჩხრეკის დროს ქურთუკის ჯიბიდან 4,4 გრამი კლუბური ნარკოტიკი ამოუღეს. საქმეში არ არსებობდა ჩხრეკის ვიდეოკადრი და პროცესის მოწმე ნეიტრალური პირი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება. დაცვის მხარე წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებოდა და ამტკიცებდა, რომ აბრამოვს ნარკოტიკი ჩაუდეს. ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე კი მისი ნერწყვი ხელოვნურად გადაიტანეს.